მზადება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი გაშენდება. კომპლექსი სულ 50 ობიექტს გაერთიანებს და 4000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. ოლიმპიური სოფელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფესტივალისთვის საგანგებო ჩამოსულ სტუმრებს მიიღებს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 5 ჰექტარზე 2012 წელს დაიწყება. ადმინისტრაციული შენობა, საკონფერენციო დარბაზები, საცხოვრებელი სახლები, სასადილო და გასართობი ცენტრები. თბილისის ზღვაზე სულ 50 ობიექტი განთავსდება. თანამედროვე და კომფორტული დიზაინის შენობები 4000 ადამიანს მოემსახურება. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურაც. ყველა სპორტსმენი იქნება აქ განთავსებული. ადგილი შერჩეული აქ იმიტომ არის, რომ ესე იგი ახლოს არის ცენტრთან. თვითონ ადგილი არის გადასარევი. თანამედროვე ოლიმპიური სოფლის მაკეტი დღეს თბილისის მერმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასკომის წევრებთან ერთად დაათვალიერა. ძალიან დიდია ამ ღონისძიების მნიშვნელობა ქალაქისთვის, ამიტომ მომზადებაც მიმდინარეობს აქტიურად. იდენტიფიცირებული გვაქვს ოლიმპიური სოფლისთვის, რომელმაც უნდა 4000 ახალგაზრდა სპორტსმენს უმასპინძლოს, სწორედ აქ თბილისის ზღვისკენ. ეს ადგილი ძალიან მიმზიდველია ყველა პარამეტრით. ჩვენ წელს ვიწყებთ უკვე ბულვარის მშენებლობას და უკვე გაისად ოლიმპიური სოფლის მშენებლობაც იქ დაიწყება. აქედან პარალელურად მიდის მომზადება სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის, რომელიც აუცილებელი იქნება ტურნირისთვის. ესეთი პირობები და ესეთი ადგილი, ესეთი იზოლირებულად და ამ დროს ყველა ობიექტთან ახლოს მე სადაც ყოფილა ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდულ ფესტივალებზე ესეთი არასოდეს არ ყოფილა და მით უმეტეს კიდე იმიტომ რომ ეს თქვენ იცით რომ ისინი 18 წლამდე იქნებიან და ახალგაზრდობისთვის რაღაც ზღვასთან ახლო ივლისში ამაზე კარგი გართობა იმის გარდა რა თქმა უნდა სპორტული ღონისძიება ის მოიცავს იმას რომ დამეგობდნენ ეს ახალგაზრდები 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისი საგანგებოდ ემზადება. მიმდინარეობს დედაქალაქში არსებული სპორტული ცენტრების რეაბილიტაცია და მათი შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვა. მზადების პროცესს მეთვალყურეობას 6 თვეში ერთხელ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები გაუწევენ. კარგია, როდესაც ხედავთ, რომ პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს. აქტიური მზადება ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის ჩასატარებლად. მე ამით ვამაყობ. ქართული მხარე მართლაც მთელი გულით მუშაობს ამისათვის. დავაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას და ვიქნებით მჭიდრო კონტაქტში ქართულ მხარესთან. საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს პირველად უმასპინძლებს.